არსებობს წვიმის დღეები, რომლებიც სურათებში ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ისინი საშიშია თუ კარგად არ იცნობ მათ. მე დღის ურჩხულებზე არ ვსაუბრობ, არამედ ნამდვილი საფრთხე აქ მოდის ძლიერი სიცხიდან, ამინდის სწრაფი ცვლილებიდან, შხამიანი ცხოველებიდან, საშიში მცენარეებიდან, დაავადებებიდან და ისეთი ადგილებიდან, სადაც სამაშველო ჯგუფს რთულად შეუძლია მისვლა. ერთ-ერთი ადგილი, სადაც სიფრთხილეა საჭირო, არის დეინტრის წვიმის დღე კუინსლენდში, ავსტრალია. ის კუინსლენდის სველი ტროპიკების ნაწილია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ეს ასევე ერთ-ერთი უძველესი ტროპიკული წვიმის დღეა მსოფლიოში. ამ რეგიონში არსებული მცენარეები ძალიან ძველი ეკოსისტემიდან მოდის, რომელიც ადამიანების გამოჩენამდე არსებობდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მილიონობით წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მცენარეები, ცხოველები, მდინარეები და კლიმატი აქ მუდმივად იცვლება. მას უბრალოდ უძველეს წვიმის დღეს უწოდებენ, რადგან ამ რეგიონში წვიმის დღე ძალიან დიდი ხანია არსებობს. დეინტრის დღეში ხეები სქელია, აქ ცხელა და ტენიანობა მაღალია. ამიტომ ადამიანის სხეული უფრო სწრაფად იღლება და კარგავს წყალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდხანს დადიხარ. ბილიკი შეიძლება მოლიპული გახდეს წვიმის, ტალახის, ფესვებისა და სველი ქვების გამო. თუნდაც უბრალო ფეხის დაცდენა შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს, როცა გზიდან შორს ხარ და სწრაფი დახმარება არ არის. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე მდინარეებში, ნაკადულებში, მანგროს ტყეებსა და სანაპიროებზეა. აქ ცხოვრობს მარილიანი წყლის ნიანგი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ცოცხალი ქვეწარმავალი. მას შეუძლია თითქმის უძრავად დადარჩეს წყალში, სანამ რომელიმე ცხოველი მიუახლოვდება. რადგან მხოლოდ თვალები და თავის ნაწილი აქვს ზღვიდან ამოწეული, რთულია მისი დანახვა მუხრიე ან ბნელ წყალში. სახელწოდება მარილიანი წყლის ნიანგი არ ნიშნავს იმას, რომ ის მხოლოდ ზღვაში ცხოვრობს. ის შეიძლება ნახოთ მდინარეში, ესტუარში, ჭაობში და სხვა მტკნარი წყლის სისტემებშიც. 2016 წლის მაისში ერთი ქალი ნიანგმა გაიტაცა, როცა იგი თორტონის სანაპიროზე დეინტრის ეროვნული პარკის ნაწილში მეჩხერ წყალში დადიოდა. ღამე იყო და მისი მეგობარი ცდილობდა მისი გადარჩენას, მაგრამ ვერ შეძლო. ნიანგი შეიძლება მეჩხერ წყალში, განსაკუთრებით ღამით, სიცუმეში და როცა ძნელია ფსკერის დანახვა, თავს დაგესხათ. ამიტომაც მკაფიოა ხელისუფლების გაფრთხილება ნიანგების ტერიტორიაზე. არ მიუახლოვდეთ წყლის ნაპირს. არ იცუროთ დაუდასტურებლად. რაც მონდით, რომ ადგილი უსაფრთხოა და დაისწავით ყველა დამაფრთხილებელი ნიშანი. მაგრამ დეინტრიში მხოლოდ დიდი ცხოველები არ არის საფრთხის წყარო. აქ არის ერთი მცენარეც, რომელიც ჩვეულებრივ ფართე ფოთოლს გავს. მას ჯიმპი ან წველი ხე ეწოდება. მისი ფოთლები და ტოტები დაფარულია ძალიან პატარა ნემსის მსგავს ბეწვებით. როცა ეს ბეწვები კანთან ეხება, შეიძლება პატარა ბეწვები კანში შევიდეს და ტოქსინი გამოუყვეს, რომელიც ნერვებზე მოქმედებს. ეს შეიძლება ძლიერი ცვისა და ტკივილის გამოწვევას. კუინსლენდის შხამების საინფორმაციო ცენტრის მიხედვით, ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე და ზოგჯერ თვეების შემდეგაც კი დაბრუნდეს. ამიტომაც ძალიან საშიშია ფოთოლზე შეხება. მიუხედავად იმისა, რომ ეკლები არ ჩანს, პატარა ბეწვები შეიძლება ტანსაცმელზე ან ნივთებზე დარჩეს. თუ მათ კლავს შეეხებით კანი, ისევ შეიძლება აქტივდეთ. კიდევ ერთი ცნობილი ცხოველი ამ წვიმიან დღეშია სამხრეთის კასუარი. ეს არის დიდი ფრინველი, რომელიც ფრენას ვერ ახერხებს. ის შეიძლება თითქმის 2 მეტრამდე გაიზარდოს სიმაღლეში და დიდი მდედრები 70 კილოგრამამდე იწონიან. მას აქვს ძლიერი ფეხები და გრძელი ბრჭყალები. როდესაც საფრთხეს გრძნობს, შეუძლია წიხლი ჩაარტყას და სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. ველური კასოვარი ჩვეულებრივერიდება ადამიანს, მაგრამ შეიძლება დაესხას თავს, თუ მას აჭმევენ, მისდევენ, აწუხებენ ან ძალიან მიუახლოვდებიან. კუინსლენდში 1926 წელს დაფიქსირდა სიკვდილი. თინეიჯერმა და მისმა დედმამიშვილმა სცადეს კასოვარისთვის ზიანის მიყენება. შიტი შეებრძოლა და მოკლა და ძმიდან ერთ-ერთი. ეს ნიშნავს, რომ კასოვარი საშიშია, როცა იძულებულია იბრძოლოს. მაგრამ ის არ არის ურჩხული, რომელიც თვითონ ეძებს ადამიანს დასასმელად. სინამდვილეში კასოვარი ძალიან მნიშვნელოვანია წვიმის დღის ჯანმრთელობისთვის. ის ჭამს დიდ ხილს და თესლებს, დღის სხვა ნაწილებში არ ვრცელებს. ზოგიერთი დიდი თესლი თითქმის მხოლოდ მის მიერ ვრცელდება შორს. ასევე არსებობს ისტორიები უცნაურ არსებაზე, რომელსაც იოუ იქვია და ამბობენ, რომ ისიც ავსტრალიის ტყეებში იმალება. მაგრამ ჯერ არ არსებობს მტკიცე სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ეს ნამდვილი ცხოველია. თუმცა დეინტრის საფრთხე არ არის იმის გამო, რომ ტყე შეგნებულად ებრძვის ადამიანს. ეს უბრალოდ მცენარეებისა და ცხოველების ბუნებრივი დაცვაა. მაგალითად, ჯიმპის ფოთლებსა და ტოტებზე ძალიან პატარა ბეწვი აქვს. ისინი პატარა ნემსებს გავს. როდესაც ისინი კანზე ეხება, შეიძლება შეაღწიონ და გამოუშვან ქიმიური ნივთიერება, რომელიც ძლიერ ტკივილის სიგნალს აგზავნის ნერვებში. ძნელია ამ პატარა ბეწვების მოცილება, რადგან ისინი შეიძლება გათხდეს და კანში დარჩეს. ამიტომ არასწორ ფოთოლზე უბრალო შეხებამაც კი შეიძლება ხანგრძლივი წვის შეგრძნება გამოიწვიოს.
გასუარი კი ჩვეულებრივი ფრინველი არ არის. როგორც ყველა თანამედროვე ფრინველი, ისიც დარჩენილი დინოზავრების ცოცხალი ჯგუფის წევხალი ჭევრია. გასუარის ფეხები ძლიერია და სწრაფად დარბის. მას ასევე აქვს გრძელი და ბასრი ფრჩხილი შუათითზე. თუ გასუარი მომწყვდეულია, მისდევენ ან აჭმევენ. შეიძლება აგრესიული გახდეს. ამიტომ სწორი საქციელია მოშორდე, არ დაუბლოკო გზა და არ სცადო მიუახლოვდე ან დააშინა. გარდა ამისა, წვიმის ტყეში არის სხვა საფრთხეებიც, რომლებიც მაშინვე არ ჩანს. რადგან ცხელია და ნესტიანი, ზოგიერთი ბაქტერია და სოკო სწრაფად მრავლდება. პატარა ჭრილობაც კი შეიძლება გაღიზიანდეს ან დაინფიცირდეს, თუ ტალახით აივსება და დროულად არ გაიწმინდება. აქ პრობლემა მხოლოდ მცენარეები და ცხოველები არ არის. ასევე არის ციცაბო მთები, სწრაფი მდინარეები, ღრმა ტალახი, ორგანიზებული დანაშაული და თითქმის არ არსებობს სწრაფი სამაშველო დახმარება. ეს არის დარიენის გაფი. ის მდებარეობს კოლუმბიასა და პანამას შორის. ეს არის ტყის სქელი ნაწილი, რომელიც სამხრეთ ამერიკასა და ცენტრალურ ამერიკას ხობს. როდესაც რუკას შეხედავთ, თითქოს სამხრეთ ამერიკიდან ჩრდილოეთ ამერიკამდე გზები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ არის ერთი დაკარგული ნაწილი. დარიენის გაფი პანამერიკული მაგისტრალის ერთადერთი გაწყვეტილი მონაკვეთია. მაგისტრალი პანამაში მთავრდება და პირდაპირ არ გრძელდება კოლუმბიაში. ეს ნიშნავს, რომ ტყის შუაგულში არ არსებობს ჩვეულებრივი გზა, სადაც მანქანას შეუძლია გავლა. ეს იმიტომ კი არ არის, რომ არავინ იცის როგორ ააშენოს მაგისტრალი. უბრალოდ ადგილი ძალიან რთულია. არის მთები, მდინარეები, ჭაობები, სქელი ტყე და მიწა, რომელიც სვიმის დროს სწრაფად ღრმა ტალახად იქცევა. აქ გზის აშენება ძალიან დიდ ხარჯებს მოითხოვს და მუდმივ მოვლასაც. ასევე არსებობს გარემოს დაცვითი პრობლემაც. დარიენის ნაწილი მნიშვნელოვანი დაცული ტყეებია და მრავალი მცენარისა და ცხოველის საცხოვრებელი ადგილი. ასევე აქ ცხოვრობენ ძირძველი თემები, რომლებიც ამ რეგიონში დიდი ხანია ცხოვრობენ. კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც გზატკეცილის გაგრძელება ასე მარტივად არ ხდება. ზის არარსებობა ბარიერად იქცა ზოგიერთი ცხოველური დაავადების, სამხრეთ ამერიკიდან ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელების წინააღმდეგ. ამიტომ დარიენის გაფი უბრალოდ პრობლემა არ არის, რომელსაც თანამედროვე ინჟინერია ვერ გადაჭრის. ადამიანს შეუძლია გზის გაკეთება, მაგრამ ეს ძალიან ძვირია და შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ბუნებასა და ადგილობრივ საზოგადოებებს. უკვე ბევრი ექსპედიცია ცდილობდა გადაეკვეთათ ხეობა მანქანით. ხშირად უცხოთი მართვა შეუძლებელია. საჭიროა მცენარეების მოჭრა, დროებითი ხიდის გაკეთება და ტალახში თხრა. ხანდახან მანქანის აწევა ან თხევაც კი ხდება საჭირო. თუნდაც ერთმა ექსპედიციამ შეძლოს გადაკვეთა, ეს აღნიშნავს, რომ ეს გზა შეიძლება რეგულარულ მაგისტრალად იქცეს. აქ გადაკვეთა მაინც ძალიან რთულია, მაგრამ დღეს დარიენის ყველაზე მტკივნეული ამბავი მანქანებს აღარ ეხება. ეს ეხება მიგრანტებს, რომლებიც ფეხით კვეთენ ამ გზას. ბოლო წლებში ასობით ათასი ადამიანი გაიარა ამ მარშრუტით. მრავალი მათგანი ვენესუელიდან, ჰაიტიდან, ეკვადორიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაა. ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ზოგიერთი მათგანი სიღარიბეს, არეულობას, დისკრიმინაციას ან უმუშევრობას გაურბის. სხვა კი იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებში ან სხვა ქვეყანაში ჩავა ახალი ცხოვრების დასაწყებად. მაგრამ სანამ იქ მოხდებიან, მათ უნდა გადალახონ დარიანი. არ არსებობს ერთი უსაფრთხობილი კი, რომელსაც შეიძლება მიხვე. ზოგჯერ რამდენიმე დღე გიწევს ფეხით სიარული. სხვა ადამიანებისთვის ეს ერთი კვირაზე მეტხანს გრძელდება. დამოკიდებულია წვიმაზე, მარშრუტზე, ასაგზე, ჯანმრთელობაზე და ტვირთის სიმძიმეზე. მათ უწევთ გადალახონ ციცაბო და ტალახიანი გზა. წვიმის დროს ადრე არაღრმა წყალი შეიძლება სწრაფად მოედინოს მდინარესავით. ტალახში ადვილად შეიძლება დაგიცდეს ფეხი. თუ ფეხი დაგიზიანდა, ყოველი ნაბიჯი უფრო და უფრო რთული ხდება. საკვები და სუფთა წყალით სწრაფად იწურება. თუ ბინძურ მდინარეში დალევ წყალს, შეიძლება დიარეა და გაუწყლოვანება დაგემართოს. არსებობს მალარიისა და სხვა კოღოსგან გადამდები დაავადებების საფრთხეც. უფრო მაღალია რისკი ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ხანდაზმულებისთვის და ავადმყოფებისთვის. არიან ადამიანები, რომლებსაც სიარულის გაგრძელება აღარ შეუძლიათ. ისინი ტოვებენ ტანსაცმელს, ჩანთას, ფეხსაცმელს, სათამაშოებს და სხვა ნივთებს, რათა ტვირთი შეიმსუბუქონ. ამიტომ ბევრ ნივთს ნახავთ ბილიკებზე, სადაც ისინი გაიარეს. მაგრამ ყველაფერი რაც დატოვებულია, უბრალოდ ნაგავი არ არის. ზოგიერთი ნივთი მიუთითებს ადამიანის დაიღალა, დაშავდა, ჯგუფს ჩამორჩა, ან ვეღარ გააგრძელა გზა. არსებობს საფრთხე სხვა ადამიანებისგანაც. გაეროსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, ზოგიერთი მიგრანტი კრიმინალური ჯგუფების მხრიდან ქურდობის, ძალადობის, სექსუალური ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. ძნელია დახმარების თხოვნა, რადგან ადგილი შორსაა და სიგნალი სუსტი ან საერთოდ არ არის. როცა ვინმე დაიკარგება, რთულია ვერტმფრენის ან სამაშველო ჯგუფის გაგზავნა. ხეები ხშირია და დასაჯდომად ძალიან ცოტა ადგილია. ასევე არავინ იცის აქ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა.
საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის მიხედვით, ბევრი სიკვდილი შეიძლება აღრიცხული არ იყოს, რადგან ხშირ ტყეში და ძლიერ მდინარეებში სხეულებს ვერ პოულობენ. 2024 წელს ორგანიზაციამ დარიენის მარშრუტზე 174 მიგრანტის სიკვდილი, რაც რეკორდული მარჩვენებელია დააფიქსირა. თუმცა შესაძლებელია, რომ რეალური რიცხვი უფრო მაღალი იყოს. ამ მიგრანტებს არ უნდა ვუყუროთ როგორც ადამიანებს, რომლებმაც უბრალოდ გადაწყვიტეს გარისქვა. მათგან ბევრმა იცის, რომ ეს მარშრუტი სახიფათოა, მაგრამ მათთვის უფრო საშიშია დარჩენა იმ ადგილას, რომელიც დატოვეს. ეს არის მიზეზი, რატომაც ისინი აგრძელებენ გზას, მიუხედავად ტალახისა, ავადმყოფობისა, კრიმინალისა და იმის ალბათობისა, რომ შეიძლება ვერ გადარჩნენ. დარიენის ხეობაშიც კი ადვილია დაიკარგო, თუნდაც გამოცდილება ჰქონდეს ტყეში. სცენარეები ძალიან ხშირია და თითქმის ყველა მიმართულება ერთმანეთს გავს. როცა ბილიკი კრებაც ვემის, ტალახის ან წაქცეული ხის გამო, ადამიანს შეუძლია წრეზე იაროს და ისევ იმ გზაზე დაბრუნდეს, საიდანაც მოვიდა, ისე რომ ვერც კი შეამჩნიოს. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ტყე მოძრაობს, ან რაიმე იდუმალი ძალა აბნევს ადამიანებს. უბრალოდ მკაფიო ნიშნები ქრება. საკმაოდ ცოტა რამ არის, რითაც შეგიძლია გზის პოვნა. ვერც მთას ხედავ და ვერც მზეს, რადგან ხეები ფარავს. ასევე ბგერად შეიძლება შეიცვალოს სქელტყეში. ხვირილი ან ნაბიჯების ხმა შეიძლება ხეებზე აისხას. ამიტომ რთულია გაიგო საიდან მოდის. როცა ადამიანი დაღლილია, მშიერი, შეშინებული და გამოუძინებელი, უფრო ადულად იბნევა. მას შეიძლება ეგონოს, რომ ვიღაცა მისდევს ან ხმები ესმის, მაშინ როცა ეს უბრალოდ ცხოველის, წყლის, ქარის ან მოძრავი მცენარის ხმაა. ზებუნებრივი ახსნა საჭირო არ არის. საკმარისია დაღლილობა და მიმართულების დაკარგვა, რომ ტყე საშიში გახდეს. დარიენის ზოგიერთ ნაწილში მიწაც სუსტია. ბევრ ადგილას ფერდობებია ტალახი და წყალდიდობა. როცა ძლიერი წვიმაა, ბილიკები შეიძლება სწრაფად გაქრეს და მდინარის დონე აიწიოს. ტენიანობაც მაღალია, ამიტომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ხშირად სოლდება. როცა კანი დიდხანს წყალშია, უფრო ადვილად ჩნდება ჭრილობები, ბუშტუკები და ინფექციები. რეგიონში ასევე არის შხამიანი გველები, მათ შორის ფერდელანსი, ანუ ტერტიოპელო. ისინი ხშირად ბალახში, ფოთლებში და ბილიკის პირას იმალებიან. ის შეიძლება გიგბინოთ თუ დააბიჯებთ, ან ძალიან მიუახლოვდებით. მისი შხამი იწვევს შეშუპებას, სისხლდენას და ქსოვილის დაზიანებას. სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება და ანტიშხამი. ეს არის პრობლემა დარიენში. თუნდაც მკურნალობა არსებობდეს, საავადმყოფო შეიძლება ძალიან შორს იყოს. არსებობს ასევე მწერები, რომლებიც შეიძლება დადონ კვერცხები ადამიანის ან ცხოველის კანზე. ერთ-ერთი ასეთი არის ადამიანის ბოთბუზი. მისი ლარვა შეიძლება გაიზარდოს ტანქვეშ, სანამ ამოიღებენ. ეს საშიშად გამოიყურება, მაგრამ ჩვეულებრივი კურნება თუ დროულად აღმოაჩენენ და სწორად გაწმენდნენ. უფრო დიდი საფრთხეა დაბინძურებული წყალი. თუ საკმარისი სუფთა წყალი არ აქვს, ადამიანს შეიძლება მოუწიოს მდინარიდან ან ნაკადულიდან დალევა. ამ წყალში შეიძლება იყოს ბაქტერიები, პარაზიტები, ან სხვა ადამიანებისა და ცხოველების ნარჩენები. თუ ადამიანს ძლიერი დიარეა და ღებინება აქვს, ორგანიზმი სწრაფად კარგავს სითხეს. ცხელ ადგილას, სადაც სამედიცინო დახმარება შორსაა, უბრალო კუჭის ინფექციაც კი შეიძლება სერიოზული გახდეს. ეხლა გადავიდეთ სხვა ჯუნგლებში. კიდევ ერთი ჯუნგლია, სადაც არ უნდა წახვიდე, თუნდაც გამოცდილი მკვლევარი იყო. არა იმიტომ, რომ გზა ძალიან რთულია, არამედ იმიტომ, რომ იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც აშკარად არ სურთ გარე სამყაროსთან კონტაქტი. ეს არის ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული. ის მდებარეობს ანდამანის და ნიკობარის კუნძულებზე, რომლებიც ინდოეთის შემადგენლობაშია. ის გარშემორტყმულია ზღვით, მარჯნის რიფებით და სქელი ტყით. აქ ცხოვრობენ სენტინელები, ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ადგილობრივი ჯგუფი მსოფლიოში. მათ შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ზუსტად ცნობილი. არავინ იცის მათი ზუსტი რაოდენობა, ენა, რწმენა ან ცხოვრების სრული წესი. ასევე არასწორია მათი ქვის ხანის ხალხად მოხსენიება. ისინი წარსულში არ ცხოვრობენ, ისინი ცხოვრობენ აცმყოში იმ მეთოდებით, რომლებიც შეესაბამება მათ კუნძულს. არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ასევე იყენებენ ლითონს, რომელსაც პოულობენ, ან სანაპიროსთან მიტანილი ნივთებიდან იღებენ. რაც ნათელია, მათ არაერთხელ აჩვენეს, რომ არ სურთ კონტაქტი. როდესაც ნავი ან ადამიანი უახლოვდება, ისინი შეიძლება აჩვენონ იარაღი და ისროლონ ისარი, როგორც გაფრთხილება. ამიტომ ინდოეთი მკაცრად კრძალავს მათ დაცულ ტერიტორიაზე მიახლოებას და შესვლას. კანონი არა მხოლოდ სტუმრების დასაცავადაა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იცავს სენტინელებს დაავადებებისა და იძულებითი ჩარევისგან. 2018 წელს ამერიკელი მისიონერი ჯონ ალენ ჩაუფარულად ცდილობდა კუნძულზე მოხვდრას.
ამბობენ, რომ მან მეთევზეებს გადაუხადა, რათა ჩაეყვანათ ჩრდილოეთ სენტინელთან ახლოს. იქიდან კი პატარა ნავით მიუახლოვდა სანაპიროს. მისი მიზანი იყო კუნძულელებთან კონტაქტის დამყარება და ქრისტიანობის გაცნობა, მაგრამ სენტინელების პასუხი ნათელი იყო. პირველი მიახლოებისას მას ისრით ესროლეს. მისი დრიურის მიხედვით ერთ-ერთი ისარი მის ბიბლიას მოხვდა. პირველად გადარჩა და შეძლო წასვლა, მაგრამ ის დაბრუნდა. ბოლო მისვლაზე მან მეთევზეებს უთხრა, აღარ დაელოდათ. მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ დაინახეს, როგორ მიატყეოდნენ კუნძულის მცხოვრებლები მის სხეულს ნაპირზე. ხელისუფლება მისი ნეშტი ვერ აიღო. ეს არ იყო იმის გამო, რომ ინდოეთს არ ჰქონდა შესაძლებლობა. მათ აირჩიეს არ გაეგზავნათ დიდი ძალა, რომელიც შეიძლება გამოეცვია ძალადობა, დაავადება და კიდევ უფრო დიდი საფრთხე სენტინელებისთვის. ნიშნულოვანია, რომ მოვიშოროთ მცდარი ამბები მათ შესახებ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი დღეში საიდუმლო მსხვერპლ შეწირვას ატარებენ. ასევე არ არსებობს საფუძველი ამბებისთვის საიდუმლო ტაძარზე ან უცნაურ რიტუალებზე, თვითმფრინავების წინააღმდეგ. ასეთი ამბები წარმოშობილია ვარაუდებიდან, რადგან თითქმის არც ერთ უცხოს არ აქვს ინფორმაცია მათი ნამდვილი კულტურის შესახებ. ასევე არასწორია მათი უბრალოდ სასტიკებად დახასიათება. მათი თვალთახედვით, ისინი, ვინც უახლოვდებიან, უცხოები არიან, რომლებიც მათ სახლში შედიან, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად არ სუხთ კონტაქტი და მათ ამის თავიდან ასაცილებლად სერიოზული მიზეზი აქვთ. უცხო ადამიანს შეუძლია გრიპი, წითელა ან სხვა გავრცელებული დაავადება მოიტანოს. იმის გამო, რომ ისინი დიდი ხანია დიდი მოსახლეობისგან განცალკევებულნი არიან, შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ საკმარისი იმუნიტეტი ზოგიერთი ინფექციის მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად განადგურდებიან უბრალო გაციებით, მაგრამ არსებობს რეალური საფრთხე, რომ დაავადება სწრაფად გავრცელდეს პატარა საზოგადოებაში, რომელსაც შეზღუდული ცდომა აქვს თანამედროვე მედიკამენტებზე. ასეთი რამ უკვე მოხდა სხვა იზოლირებულ ადგილობრივ თემებში. კონტაქტის შემდეგ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა იმ დაავადების გამო, რომელიც გარედან მოსულებმა შემოიტანეს. ამიტომ სენტინელების დასაცავად საუკეთესო გზა არის მათი თავის ნებაზე დატოვება, რომ იცხოვრონ საკუთარი გადაწყვეტილებებით. ბუნებრივადაც რთულია კუნძულთან მიახლოება. მის გარშემო მარჯნის რიფებია. დაბალი მიქცევისას ჩნდება მარჩხი და ბასრი ადგილები, რომლებიც შეიძლება ნავს დააზიანოს. ასევე არ არის შესაფერისი ნავსადგური. ძლიერი ტალღები და მიქცევ-მოქცევის ცვლილებები დიდხანს გრძელდება. ეს ართულებს უსაფრთხო დაშვებას. შიგნით კი სქელი ტყეა. მაგრამ ჩრდილოეთ სენტინელის ყველაზე ძლიერი ბარიერი არც მარჯანი და არც ხეებია. ეს არის იქ ცხოვრები ხალხის მკაფიო უარი. ისინი არ არიან ტურისტული ატრაქციონი, ექსპერიმენტი ან საიდუმლო, რომელიც უნდა გაიხსნას. მათ აქვთ უფლება, აირჩიონ არ დაუკავშირდნენ სხვებს. ინდოეთის ოკეანეში მდებარე პატარა კუნძულიდან ახლა გადავდივართ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წვიმის ტყეში. ეს არის კონგოს აუზი, ცენტრალურ აფრიკაში. მისი ტერიტორია მოიცავს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიდ ნაწილს და რამდენიმე მეზობელ ქვეყანას. ის ამაზონის შემდეგ პლანეტაზე სიდიდით მეორე ტროპიკული წვიმის ტყეა. ის ძალიან ვრცელია. არის ადგილები, რომლებიც შორსაა გზებიდან, საავადმყოფოებიდან და დიდ ქალაქებიდან. ზოგიერთ საზოგადოებაში მდინარე ერთადერთი მთავარი გზაა შესასვლელად და გამოსასვლელად. ხეთა საბურველი, ანუ ხეების ზედასაფარი ძალიან მკვრივია. ამიტომ ზოგ ადგილებში თეის ძირამდე მხოლოდ მცირე რაოდენობის სინათლე აღწევს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასობით წლის განმავლობაში მზის სხივი მიწას აშეხებია. ხეთა საბურველში არის ღიობები. არსებობს წაქცეული ხეები, მდინარეები, ღია ადგილები და სეზონური ცვლილებები, რომლებიც სინათლეს ატარებს. ასევე მთელი კონგოს აუზი მხოლოდ ჭაობი და ლფობადი წყალი არ არის. აქ არის მშრალი ტყე, დატბორილი ტყე, სავანა, მდინარეები და სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატი. მთავარი საფრთხე აქ მარადიული სიბნელე არ არის. უფრო სერიოზულია დიდი მანძილები, შეზღუდული ჯანდაცვა, შეიარაღებული კონფლიქტები ზოგ რეგიონში, მალარია და ინფექციური დაავადებების გავრცელება. აქ პირველად აღმოაჩინეს ებოლას ვირუსი 1976 წელს. ებოლა უბრალოდ ჰაერში არ ტრიალებს, მთელ ტყეში. ის ვრცელდება პირდაპირი კონტაქტით ინფიცირებული ადამიანის ან ცხოველის სისხლთან ან სხეულის სითხეებთან. როდესაც შორეულ საზოგადოებაში აფეთქება, მისი კონტროლი მაშინ რთულია. შესაძლოა ლაბორატორია, დამცავი აღჭურვილობა, გადამზადებული ჯანდაცვის მუშაკები და უსაფრთხო ტრანსპორტი არ იყოს საკმარისი. ზოგჯერ რამდენიმე დღე გადის, სანამ პაციენტი სწორ ჯანდაცვის ცენტრში მოხვდება. ასევე არსებობს მალარია, ძილის დაავადება, ვითელი ცხელება და სხვა დაავადებები რეგიონის ზოგიერთ ნაწილში. მაგრამ არასწორია იმის თქვა, რომ ექიმები მუდმივად აწყდებიან იდუმალ ვირუსს, რომელიც რამდენიმე საათში კლავს, სანამ მას ამოიცნობენ. როდესაც უჩვეულო აფეთქება, ჯანდაცვის ორგანოები იღებენ ნიმუშებს და ატარებენ ლაბორატორიულ ტესტირებას. ზოგჯერ მიზეზის დადგენას დიდი დრო სჭირდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის არსებობს ახალი უცნობი ვირუსი თითოეულ მიკროებულ სოფელში. ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კვლავ აწყდება მძიმე დაავადებების აფეთქებებს, მათ შორის ებოლასა და მპაკს.
რეაგირებას კიდევ უფრო ართულებს თემების დაშორებულობა, რესურსების ნაკლებობა, მოსახლეობის შიში და ზოგიერთ ადგილას ძალადობა. არსებობენ ჯანდაცვის მუშაკებიც, რომლებიც საფრთხეში იმყოფებიან მაშინ, როცა ისინი აწვდიან მედიკამენტებს, ამოწმებენ პაციენტებს და აკვირდებიან დაავადებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ექიმები უძურები არიან. არსებობს ებოლას ზოგიერთი ტიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ტესტირება, იზოლაციის ცენტრები, კონტაქტების თვალთვალი და დახმარება ადგილობრივი და საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან. დაავადების გარდა კონგო-საუზი ცნობილია კიდევ ერთი ლეგენდით მოკალე მბემბეს შესახებ. ამბობენ, რომ ეს არის უზარმაზარი ცხოველი გრძელი კისრით, რომელიც ცხოვრობს მდინარეებსა და ჭაობებში. არსებობს ისტორიები მასზე ადგილობრივი თემებისა და მკვლევრებისგან. ზოგი მას ცოცხალ საუროპო დინოზავრსაც კი ადარებს. თუმცა ჯერ არ არსებობს სანდო მტკიცებულება. ფოსილები, მკაფიო-ფოტოები, დნმ-ის ნიმუში ან სხეული, რომელიც დაადასტურებს ასეთი არსების არსებობას. ჯერ არ არსებობს. უფრო სავარაუდოა, რომ ეს ამბავი წარმოიშვა ჰიპოს, სპილოს ან დიდი რეპტილიის შეცდომით აღქმიდან, ან თაობიდან თაობაზე გადაცემული ტრადიციული ისტორიებიდან. კონგო-საუზი მართლაც საშიში ადგილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღე დაწყევლილია. ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ ბევრი ადგილი ძალიან შორსაა საავადმყოფოდან, გზიდან და სამაშველო სამსახურიდან. როდესაც ვინმე ავადდება ან დაშალდება, შეიძლება საათები ან დღეები დასჭირდეს, სანამ დახმარება მივა. და როგორც უკვე თქვი, აქ პირველად აღმოაჩინეს ებოლას ერთ-ერთი ტიპი 1976 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მაგრამ მარბურგის ვირუსი პირველად აქ არ აღმოუჩენიათ. ეს პირველად 1967 წელს ევროპაში ამოიცნეს, მას შემდეგაც ლაბორატორიის თანამშრომლები ავად გახდნენ უგანდიდან ჩამოყანილ მაიმუნებთან მუშაობის შემდეგ. ებოლა და მარბურგი უბრალოდ იმიტომ არ ვრცელდება, რომ ჯუნგლებში ცხელა. ისინი ჩვეულებრივ გებრივ გადადის პირდაპირი კონტაქტით სისხლთან, ან ინფიცირებული ადამიანის ან ცხოველის სხეულის სითხეებთან. ცენტრალური აფრიკის ზოგიერთ ნაწილში ასევე არის მალარია და ძილის დაავადება. მალარია გადადის კოღოს საშუალებით, ხოლო ძილის დაავადება გადადის ცეცეს ბუზის საშუალებით. დაღლას იწვევს ასევე ხანგრძლივი ყოფნა სქელ-ტყეში. ტანსაცმელი სულ სველია, ძილი რთულია და თითქმის ყველგან ერთნაირი გარემოა. როცა ადამიანი მშიერია, დაღლილი და შეშინებული, უფრო ადვილად პანიკას ეძლევა. მაგრამ მტკიცებულება იმისა, რომ ეს ავტომატურად იწვევს ჰალუცინაციებს, არ არსებობს. ან თვითონ ტყეა ძლიერი დეპრესიის წყარო. ეხლა კონგოდან გადავიდეთ ამაზონში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა. ის სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანას მოიცავს. მისი უზარმაზარი ფართობის გამო ბევრ ადგილას არ არის სიგნალი, კარგად გამოკვეთილი ბილიკები ან სწრაფი სამაშველო დახმარება. აქ უფრო ხშირად საშიშია მიმართულების დაკარგვა, გაუცხლოება, ინფექცია, წყალდიდობა, სწრაფი მდინარეები და საკვების ნაკლებობა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, ვინც აქ დაიკარგა, იყო პერსი პოსეთი. 1925 წელს ის ბრაზილიის მატო-გროსოში გაემგზავრა თავის შვილთან და ერთ თანამგზავრთან ერთად. ისინი ეძებდნენ უძველეს დასახლებას, რომელსაც მან Z დაარქვა. მათი ბოლო შეტყობინების შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. დღემდე უცნობია რა დაემართათ მათ. შესაძლებელია ისინი დაავადების უბედური შემთხვევის, შიმშილის ან ძალადობის შედეგად დაიღუპნენ. მაგრამ პოსეთი ერთ მნიშვნელოვან საკითხში მართალი იყო. ამაზონი ადრე ცარიელი არ ყოფილა. ლიდერის დახმარებით მეცნიერებმა მკვრივი ტყის ქვეშ დიდი დასახლებები, გზები, არხები, რეზერვუარები და პლატფორმები აღმოაჩინეს. ეს აჩვენებს, რომ ამაზონის ზოგიერთ ნაწილში ევროპელების მოსვლამდე ორგანიზებული და რთული საზოგადოებები არსებობდა. მაგრამ ეს არ ამტკიცებს ზუსტად დაკარგული ქალაქის ზოის არსებობას. ამაზონში ჯერ კიდევ არიან იზოლირებული ძივძველი ჯგუფები. ხელისუფლება თავს არიდებს პირდაპირ კონტაქტს, რათა დაიცვას ისინი დაავადებების, ძალადობისა და მიწის წართმევისგან. ამაზონზე ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ელ დორადო. ეს დაიწყო როგორც ამბავი ლიდერზე, რომელიც ცერემონიაზე ოქროს მთვერს იყენებდა. შემდგომში ეს გადაიქცა ლეგენდად, ოქროსგან აშენებულ დაფარულ ქალაქს. ბევრი მკვლევარი დაიღუპა მის ძიებაში, მაგრამ ოქროს ქალაქი ჯერ არავის უპოვია. არსებობს ისტორიებიც ანაკონდაზე, რომელიც 15 მეტრზე მეტია სიგრძეში. მწვანე ანაკონდა მართლაც ძალიან დიდია და შეუძლია მოკლას კაპიბარა ან კაიმანი. მაგრამ არ არსებობს დამოწმებული ჩანაწერი ანაკონდაზე, რომელიც ასეთი დიდი იყოს. უფრო რეალური საფრთხეა ტყუის ჭიანჭველა. მისი ნაკბემი ძალიან ტკივნეულია და ტკივილი შეიძლება საათობით გაგრძელდეს. თუმცა თითოეულ ადამიანზე ეფექტი განსხვავებულია. არსებობს ცნობილი ამბავი კანდირუს შესახებაც. ეს არის პატარა თევზი, რომელიც ამბობენ, რომ ადამიანის სხეულში შედის. მართალია ეს პარაზიტია სხვა თევზებისთვის, მაგრამ საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ის რეგულარულად შედის ადამიანის შარდსადენში. წყალში უფრო მეტად ძლიერი დინებაა საშიში. სტინგრეი, ელექტროგოლთევზა, პარაზიტები და ბაქტერიები. ამაზონში ასევე არის მცენარეები, რომლებსაც ქურარის დასამზადებლად იყენებენ. ამას ზოგიერთი ადგილობრივი ტომი ისრის ან სასულე ისრის წვერზე იყენებს. თუ
საკმარისი რაოდენობით მოხვდება სისხლში, შეუძლია პარალიზება გაუკეთოს კუნთებს, მათ შორის სუნთქვისთვის საჭირო კუნთებსაც. მაგრამ უბრალოდ შეხებით ეს არ არის მომწამლელი. საბოლოოდ არ გჭირდება წყეულა ან ურჩხული იმისთვის, რომ საშიში იყოს დეინტრი, დარიან გეპი, ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული, კონგოს საუზი და ამაზონი. ნამდვილი საფრთხე მოდის ტერიტორიის სიდიდიდან, დაავადებებიდან, რთული რელიეფიდან, სწრაფ მდინარეებიდან, შეზღუდული სამაშველო შესაძლებლობებიდან და ადამიანის შეცდომებიდან. ეს ტყეები ბოროტები არ არიან. ისინი უბრალოდ ეკოსისტემებია, რომლებიც საკუთარი კანონებით ფუნქციონირებენ.